ივანიშვილს რომ ეკუთვნის ის კონკრეტული თანხები, რომელიც სადღაც შვეიცარიულ ბანკში აქვს შენახული, მგონი ეს სადავო არც არავის არასდროს არ გაუხდია, ეს არის ივანიშვილის ფინანსები, თუმცა ამ ფინანსებზე წვდომა ივანიშვილს აქვს შეზღუდული სანქციების გამო. სანქციები დადებულია იმის გამო, რომ ის ძალადობს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, მედიაზე, სამოქალაქო ორგანიზაციებზე და ასე შემდეგ. ეს სანქციები სანამ იქნება და კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს, მაგალითად პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პირობებში, შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი გაეყინოს ივანიშვილს. არავინ არ ამბობს, რომ ეს ივანიშვილის თანხები არ არის, მისი თანხებია, მაგრამ მასზე წვდომა ექნება შეზღუდული. როცა პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებელია ადამიანების დასახიჩრებაზე, დევნაზე, ცემაზე, ჟურნალისტების სასიკვდილოდ გამეტებაზე, როგავას кейსი ავიღოთ და სხვები, ის ამისთვის იხდის ფასს. ეს არის სანქციები და სანქციებს მოყვება სწორედ ესეთ შედეგები.